რატომ ძალისმიერ ვარჯიშებს პლუს კარდიო, როცა წონაში კლება გვინდა და არა მხოლოდ კარდიო. იმიტომ რომ ძალიან ხშირად უკითხავთ პერსონალურებს, რომ აი ხომ არ ჯობს მხოლოდ კარდიო გავაკეთო, რისთვის მინდა ეს ძალისმიერი, რა არის, ხომ არ დავიკუნთები, ფეხები ხომ არ დამიკუნთება და ასე შემდეგ. თქვენ თუ მხოლოდ კარდიოს აკეთებთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იცოდეთ, რომ დაიწყება კუნთოვანი მასის დაკარგვა და შენელდება მეტაბოლიზმი. იმ დროს, როცა ძალისმიერი ვარჯიშების დროს პირიქით კუნთოვანი მასა არ დაიკარგება, რაც ბევრ სხვა უპირატესობას ნიშნავს და ამაზე მოგიყვებით ცოტა ხანში და პლუს, რა თქმა უნდა, თქვენი მეტაბოლიზმიც უფრო დაჩქარდება. მეორე, თუ თქვენ მხოლოდ კარდიოს აკეთებთ, იცოდეთ, რომ დროთა განმავლობაში ძვლის სიმტკიცე, ასე ვთქვათ, ძვალი აღარ იქნება ისეთი მტკიცე, გარკვეულ წყაროებში, აი, შეიძლება ნახოთ კიდეც, რომ ოსტეოპოროზის რისკიც კი შეიძლება დადგეს რა, ასეთ დროს, თუ მხოლოდ კარდიოთი ხართ დაკავებული. იმ დროს, როცა ძალისმიერ ვარჯიშებს როცა აკეთებთ, პირიქით, ძვლის სიმტკიცე იზრდება. კიდევ ერთი, მხოლოდ კარდიოს თუ აკეთებთ, იცოდეთ, რომ დროთა განმავლობაში უბრალოდ უენერგიოდ იქნებით. არა და ძალისმიერი ვარჯიშების დროს პირიქით, რაც უფრო მეტ ენერგიას ხარჯავთ ძალისმიერი ვარჯიშების შესრულებისას, უფრო მეტ ენერგიას წარმოქმნის თქვენი ორგანიზმი. მხოლოდ კარდიოს კეთებით თუ ხართ დაკავებული, იცოდეთ, რომ ჰორმონალური დისბალანსის რისკის წინაშე აღმოჩნდებით იმ დროს, როცა ჰორმონალურ ბალანსს ხელს უწყობს, უზრუნველყოფს ძალისმიერი ვარჯიშები. თუ თქვენ მხოლოდ კარდიოს აკეთებთ, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება დროთა განმავლობაში გაჩნდეს რისკი, რომ გარკვეული ტიპის დაზიანებები მიიღოთ, იმიტომ რომ კუნთოვანი მასა რაც უფრო შემცირდება, მით უფრო მეტი რისკია ფიზიკური ტრავმების. იმ დროს, როცა ძალისმიერი ვარჯიშის დროს პირიქით, კუნთოვანი მასა თქვენს სიძლიერეს განაპირობებს და ამ ყველაფრის რისკი არის დაბალი, ტრავმების რისკი. სწრაფად დაიკლებთ, იმიტომ რომ თქვენი კუნთოვანი მასაც მიყვება და სწრაფადვე მოიმატებთ ძალიან მოკლე პერიოდში. თუ მხოლოდ კარდიოს გააკეთებთ,